ქვეყანაში კანდიდატის სტატუსით ასეთ ამბებს ველით მიმდინარე კვირაში. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე. ვიდრე 2023 წლის ბოლო კვირის ათვლა დაიწყება, ამ წლის მესამე კვარტალის შედეგებით მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები უნდა გამოქვეყნდეს. ასევე ნოემბერი საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს დადებს საქსტატი, ექსპორტის, სამრეწველო პროდუქციის წარმოებელთა ფასების ინდექსი, წარმოებელთა ფასების ინდექსი, სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე, მშენებლობის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსი, ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის წარმოებელთა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების წარმოებელთა ფასების ინდექსი ნოემბრის მდგომარეობით და ასევე ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების წარმოებელთა ფასების ინდექსი, ესეც ამ წლის ნოემბრის მდგომარეობით განახლდება. 2022 წლის შედეგები დაზუსტდება ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების მაჩვენებლებთან დაკავშირებით რესურსებისა და გამოყენების ცხრილები მიმდინარე ფასებში გამოქვეყნდება კაპიტალის ანგარიში, ესეც მიმდინარე ფასებში, მოკლედ ამ კვირაში საქსტატისაგან ბევრ განახლებას ველოდებით. საერთაშორისო ამბებს რაც შეეხება ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს კვირა არც ისე დატვირთული უნდა იყოს, რისი მიზეზიც მათ შორის ახალი წლის მოახლოება და მსხვილი ეკონომიკების ქვეყნებში საშობაო დღესასწაულებისთვის სამზადისი არის. ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გასაჯაროებასთან იქნება დაკავშირებული. ანალიტიკოსების პროგნოზით მიმდინარე წელს მესამე კვარტალში შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 5.2% იქნება, რაც თითქმის ორჯერ უკეთესი შედეგია, ვიდრე მეორე კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებელი. ამ დღეებში უნდა გასაჯაროვდეს შტატების საწარმოო ინდექსის, უმუშევრობისა და საშუალო ხელფასების განახლებული სტატისტიკაც. სიახლეები იქნება კანადის მხრიდან, რომელმაც ინფლაციის განახლებული სტატისტიკა უნდა წარმოადგინოს. ანალიტიკოსების პროგნოზით სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 3.2%-ს გაუტოლდება. ინფლაციასთან დაკავშირებით განახლებულ მონაცემებს წარმოადგენენ ევროპული სახელმწიფოებიც, მათ შორის გერმანია, იტალია და საფრანგეთი. რაც შეეხება აზიის რეგიონს, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები იაპონიის მხრიდან არის ნავარაუდები, უნდა გაირკვას წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც წესით დაახლოებით 2.6%-ის ფარგლებში უნდა იყოს და ამას გარდა გასაჯაროვდება სავაჭრო ბალანსის, იმპორტის და ექსპორტის სტატისტიკაც, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ხვალ იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბაზრის მონაწილეების წინასწარი შეფასებით განაკვეთს ისევ უცვლელად -0.1%-ზე დატოვებენ. პარტიულ ანგარიშგებებს და ფინანსურ შედეგებს კი შემდეგი მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ. ეს არის მაიკრონტეკი, ფედექსი, სიტასი, აუტოზონი და ასე შემდეგ. აზიის განვითარების ბანკმა ამასობაში განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.7%-დან 4.9%-მდე გაზარდა, რაც 2024 წლის პროგნოზს 4.8%-ზე შენარჩუნებასთან ერთად დააფიქსირა. ADB-ის მიხედვით მიმდინარე წლის პროგნოზი გაუმჯობესდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ინდოეთში ძლიერი შიდა მოთხოვნით გამოწვეული მოსაოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო. ADB-ის პროგნოზით წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკის 5.2%-იანი ზრდა არის მოსაოდნელი, აქამდე ნავარაუდები 4.9%-იანი მაჩვენებლის ნაცვლად, რაც მესამე კვარტალში საოჯახო მოხმარების და სახელმწიფო ინვესტიციების ზრდით არის გამოწვეული. ინდოეთის ზრდის მოლოდინი 6.3%-დან 6.7%-მდე გამყარდა, რაც შედეგად მოჰყვა ივლის-სექტემბერში მრეწველობაში დაფიქსირებულ ორნიშნ მოსაოდნელზე ძლიერ ზრდას. ADB განმარტავს, რომ ცვლილებებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ინდოეთის ეკონომიკებში შეცვალა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის შემცირებული პროგნოზი, რაც ადგილობრივ მრეწველობაში არასახარბიელო მდგომარეობით იყო გამოწვეული. განვითარებადი აზია კი განაგრძობს ზრდას, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა. ინფლაცია რეგიონში თანდათან კონტროლს უბრუნდება, რჩება ისეთი გლობალური კლიმატური მოვლენებისგან გამოწვეული რისკები, როგორიც არის ელ-ნინიო. აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მთავრობები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ განვითარებულ მოვლენებს, რათა უზრუნველყონ ეკონომიკების მედეგობა და მდგრადი ზრდა, აღნიშნავს ADB-ის მთავარი ეკონომისტი ალბერტ პარკი. რაც შეეხება ინფლაციას, რეგიონის ინფლაციის პროგნოზი წელს 3.6%-დან 3.9%-მდე არის შემცირებული. მომავალი წლისათვის კი
ინფლაციის 3.9%-დან 3.6%-მდე მატებას ელოდებიან. პროდუქციის ექსპორტზე შესუსტებული მოთხოვნის გამო 4.6%-დან 4.3%-მდე შემცირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზი. კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი კი მცირედით გაიზარდა. წყნარი ოკეანის რეგიონში უცვლელია პროგნოზის მაჩვენებლები, რომელიც ADB-ის მხრიდან არის გამოქვეყნებული. აზიის განვითარების პროგნოზის 2023 წლის დეკემბრის გამოცემის მიხედვით, ეკონომიკურ პერსპექტივებს საფრთხეს უქმნის განუწყვეტლივ მზარდი საპროცენტო განაკვეთების შეერთებულ შტატებში და სხვა მსხვილ მოწინავე ეკონომიკებში, რამაც შესაძლოა გაზარდოს ფინანსური არასტაბილურობა რეგიონის მყიფე, განსაკუთრებით კი მაღალი ბალის მქონე ეკონომიკებში. ADP-ის შეფასებით, ელ-ნინიოს რთული კლიმატური პირობებით ან რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა მიწოდების ჯაჭვების რღვევამ შესაძლოა გაამწვავოს ინფლაცია, განსაკუთრებით კი საკვებსა და ენერგორესურსებთან მიმართებაში. ქართველი ეკონომისტების შეფასებით კი ამ წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეკონომიკური კლიმატი გასულ კვარტალთან შედარებით გაუმჯობესებულია. PMC კვლევითი ცენტრიდან დადებითად არის შეფასებული მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და დადებითი მოლოდინები არის ასევე მომდევნო 6 თვის ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც. ეკონომისტების პროგნოზით ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი არის შემდეგნაირი. 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდება და საშუალოდ 3.9% იქნება. ასევე არის მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება დოლართან და ევროსთან, ხოლო გაუფასურდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით. PMC კვლევითი ცენტრის მიხედვით გამოკითხულ ეკონომისტებს გასულ 2 კვარტალთან შედარებით განსხვავებული შეხედულება აქვთ ქვეყანაში არსებულ მთავარ საფრთხეებთან დაკავშირებით. აი მაგალითად თუ აქამდე ეკონომისტთა უმრავლესობა მთავარ საფრთხედ რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებს ასახელებდა, ახლა ეს მოცემულობა შეცვლილი არის. გამოკითხულ ეკონომისტთა 64%-მა საქართველოს ეკონომიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ სამუშაო ძალის დეფიციტი დაასახელა, უნარების შეუსაბამობა საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებისათვის ყველაზე დიდ დაბრკოლებად გამოკითხულთა 70%-ის მხრიდან არის დასახელებული. ამას გარდა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის ნახევარი 53% ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლების მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ ასახელებს. ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პრობლემები კი საქართველოს ეკონომიკისათვის მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ გამოკითხული ეკონომისტების მხრიდან 47%-მა შეაფასა. საქართველოს ბანკის აქციების ფასი ამასობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე 5.16%-ით გაიზარდა გასულ ერთ კვირაში და ერთი აქციის ღირებულება 35.65 გირვანქა სტერლინგი არის. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.750 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში საქართველოს ბანკის აქციების მატება თითქმის 7%-იანია, 6.74%-იან მატებას აფიქსირებს კომპანია. TBC PLC-ის აქციების ღირებულება კი ერთ კვირიან ჭრილში 54%-ით ზრდას აჩვენებს. ბანკის ერთი აქცია 27 გირვანქა სტერლინგი და 95 ცენტია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია შესაბამისად 1.540 მილიონ გირვანქა სტერლინგს უწოდება. ბოლო 6 თვეში TBC აქციების ფასი 17.19%-ით არის გაზრდილი. საქართველოს კაპიტალის შემთხვევაში აქციის ღირებულება მხოლოდ 2.1%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასი 10 გირვანქა და 4 ცენტი არის. შედეგად საბაზრო კაპიტალიზაცია კომპანიისა 468 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კი კომპანიის აქციების ფასი 23%-იან მატებას აფიქსირებს. ქართული კომპანიების მიღმა საერთაშორისო ბირჟებზე მსხვილი სანავთობო ინდუსტრიის მხრიდან როგორი იყო დინამიკა გასული კვირის განმავლობაში და შესაბამისად როგორ აისახება ეს ყველაფერი ადგილობრივ საცალო ბაზარზე, ამაზე მოგიყვებით გავთან ერთად სულ რამდენიმე წამში. რუბრიკის წარმდგენია G4C. Euro 5-ის სტანდარტის საწვავი საქართველოში. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით ნავთობის გლობალური მოთხოვნა მკვეთრად შენელდება, რამდენადაც მნიშვნელოვან ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა სუსტდება. საერთაშორისო სააგენტოს ყოველთვიურ ანგარიში წერია, რომ ნავთობის 2023 წლის ბოლო 3 თვის მოხმარების შეფასებისას მოთხოვნის ზრდა დღეურად იყო 400,000 ბარელით შემცირებული, თუმცა მეორე მხრივ საუდის არაბეთის და OPEC+-ის წარმოების შემცირება შესაძლოა შეერთებულმა შტატებმა, ბრაზილიამ და გაიანამ აანაზღაურონ. ნავთობზე მოთხოვნის შენელების
ინფლაციის ნიშნები თანდათან მატულობს. მოთხოვნის მზარდი იმპულსის ვარდნა კი მაკროეკონომიკური კლიმატის გაუარესებას ასახავს, აღნიშნული არის სააგენტოს ყოველთვიურ ანგარიში. კვირის დასაწყისში ჭარბი მიწოდების ნიშნების გამო ნედლი ნავთობის ფასი ლონდონში 5 თვიან მინიმუმზე ბარელზე $73 იყო. სექტემბრის ბოლოდან კი დაახლოებით 23%-ით დაეცა ფიუჩერსები, რაც ერთი მხრივ ჩინეთის არასახარბიელო ეკონომიკური პროგნოზი და მეორე მხრივ ექსპორტიორებისგან მაღალი გამომუშავებით იყო განპირობებული. ამ ანგარიშის მიხედვით 30 ნოემბერს OPEC პლუსის წარმოების შემცირებაზე მიღებული გადაწყვეტილება მოსალოდნელია, რომ ჭარბი მიწოდების პრობლემას აღმოფხვრეს. თუმცა 23 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფის გლობალური ბაზრის წილი ბოლო 7 წელიწადში პირველად ყველაზე დაბალ დონეზე დაეცემა. სააგენტოს წინასწარი პროგნოზით მომავალ წელს მოთხოვნაზე ზრდა დაახლოებით 50%-ით დღეში 1,100,000 ბარელამდე შემცირდება, რადგან უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ენერგოეფექტურ და ელექტროსატრანსპორტო საშუალებებზე აკეთებს არჩევანს. ამასობაში რუსეთმა დაანონსა, რომ 1 იანვრიდან ნავთობის საექსპორტო გადასახადი განულდება. ეს ინფორმაცია სხვათაშორის რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა Telegram არხზე. ამჟამად ნავთობის საექსპორტო გადასახადი ტონაზე $24.70 და 1 იანვრიდან ეს გადასახადი განულდება ღია ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე, სასაქონლოზე, ბენზინზე, ნაფტასა და კოქსზე. ფედერალური ბიუჯეტის პირველი 9 თვის შემოსავლებში ნავთობისა და გაზის შემოსავლების წილმა 28%-ზე მეტი შეადგინა, რაც 2007 წლის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებლად ითვლება. ამასთან რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ნავთობზე მხოლოდ ფასების კლებას და ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში საგადასახადო მანევრს უკავშირებს. საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი კი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 10 თვეში ქვეყნიდან $15,542,000 ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში $10,831,000 იყო, 2021 წელს კი 10 თვეში $6,659,000. წელს ყველაზე მეტი ქართული ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა სხვათაშორის საბერძნეთში, შვეიცარიაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აი მოცულობების მიხედვით ეს შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას გადავხედოთ. საბერძნეთის შემთხვევაში იყო $6,986,000, შვეიცარიის შემთხვევაში $4,117,000, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში $2,545,000, სომხეთში $913,600 და თურქეთში $200,700. უზბეკეთის შემთხვევაში $196,400 და უკრაინაში $178,300. აზერბაიჯანის შემთხვევაში $158,900 და ლიბიაში $76,900 მოცულობის. ამას გარდა მცირე რაოდენობით ექსპორტი განხორციელდა იემენში, ლიეტუაში, ერაყში, პოლონეთში, ყაზახეთში, ნიდერლანდებში, ლიბანში, სერბეთსა და ჩეხეთში. ერთი შეხედვით თითქოს განსაკუთრებული ნავთობის მარაგების ქვეყანა ვიყოთ, ისეთი რაოდენობით არის და ისეთი მასშტაბით უფრო სწორად ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ნავთობი გადის საქართველოდან. რაც შეეხება ადგილობრივად საცალო სავაჭრო ფასებს, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ცვლილება ფასებთან დაკავშირებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში გუშინ საღამოს არსებული ინფორმაციით, რომელიც კომპანიებს ვებ გვერდზე ჰქონდათ მითითებული, არ არის. ნახოთ მიმდინარე კვირაში იქნება თუ არა რაიმე სახის კორექტირება. რუბრიკის წარმდგენია G4C. Euro 5 სტანდარტის საწვავის საქართველოში.